Daam წუთებში მიხეილ სააკაშვილი პრესკონფერენციას მართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. მათ უნდა ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონის შეტანილი, რომლის თანახმადაც იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ფორმალურადაც. ჩვენა გვესმოდეს რაზეა საუბარი. საუბარი იმაზე, რომც მოინდომონ მათ წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, ასევე იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა უთხრა პარლამენტის წევრებს. ჯერ ერთი მათ იციან, რომ ვენეციის კომისია, მე ხა ვიყავი სტრასბურგში და კიდევ ერთხელ დამინდას, რომ მოითხოვეს ამ კანონპროექტის განხილვის გადადება. მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. იმიტომ რომ ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს რეალობაში. და მაშინ უკვე მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ შეუძლიათ აღარ გქონდეთ. ამის გარდაც მინდა ვთქვა, რომ დღეს ასევე დადასტურდა ფაქტი უკანონო მოსმენების და ეს არის ის ფაქტი, რომელიც რაოდენობით მრავალი წლის განმავლობაში ვებძონი მე პირადად და რა თქმა უნდა ყოველთვის წარმატებით არა, მაგრამ როდესაც ხალხი, რომელიც მოსულია იმ ლოზუნგით, რომ ეს აღარასოდეს აღარ განმეორებული, ამას აკეთებს ბევრად უფრო დიდი აზარტით, ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და პირდაპირ დაშტამბულ ბრძანებებს იძლევა, ეს რა თქმა უნდა არის სერიოზული შეშფოთების საგანი. მე მინდა ასევე ვისაუბრო სხვა ინსტიტუტებზე შეტევაზე. იმიტომ ის რაც ხდება, ეს არის საქართველოს ყველა ინსტიტუტზე შეტევა. ეს არის შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეს არის შეტევა ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ეს არის სასამართლოს ინსტიტუტზე. მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის, მე ვფიქრობ, საქმიანი და სწორი განცხადება გუშინ და ქუთაისის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა სამწუხაროდ ის ჩაიკარგა ბევრ სხვა განცხადებაში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება პროვოცირება და აშენება. მე მინდა ყველას ესმოდეს. საქმე არის არა პრეზიდენტის პიროვნებაში. მე ზუსტად ესევე ვარ არჩეული, როგორც არის არჩეული მარტვილის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქობულეთის საკრებულო, როგორც არის არჩეული ქუთაისის საკრებულო, როგორც არის არჩეული რუსთავის საკრებულო. და იმის გამო, რომ მე ტელეკამერებით ვიყავი და შერცხვათ ახლა და კუდი აეწვათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტვილის საკრებულოში ვიღაც გლოთმა, გალეშილმა, გაუპარსავმა ტიპაჟებმა უნდა თქვას, რომ შეთანხმებას მივახციეთ, თუ უნდათ რომ შევიდნენ, მაშინ ყველანი გადადგა. ამიტომ ზუსტად ესევე უნდა იყოს დაცული მარტვილის საკრებულო, როგორც პრეზიდენტის გადაადგილება, მისი ესკორტი, კიდევ ერთხელ მომრობ, საერთოდ ჩემის პიროვნება აქ არის მესამე ხარისხოვანი. მე მოუწოდებ ნებისმიერ ამ ადამიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს. თუ ეს არ არის მართლა ჩვეულებრივი ფარისევლობა, მაშინ წადით და ზუსტად ასევე დაიცავით მარტვილის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით ზუგდიდის საკრებულო, ზუსტად ასევე დაიცავით მარნეულის საკრებულო, სადაც დღეს იყო შევარდნის ცდელობა და გუშინ წინ მიდიან ეს ჯგუფები და პირდაპირ შედიან და იძახიან, რომ ერთადერთი რასაც ვერ იყოფენ, რომელი მათგანი იქნება გამგებელი, რომელი მათგანი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. სულ მეასე ხარისხოვანია მათთვის ხალხის ინტერესები. მინდა ასევე ვთქვა, რომ ხალხმა მიცა ხმა არა ქაოსს და ძალადობას. ხალხმა მიცა ხმა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს იყო პირდაპირ ჩართო პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე, ასევე სატელეფონო მოსმენებზე გააკეთა კომენტარი, აგრეთვე ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ პროექტი არსებული სახით იქნება დამტკიცებული, მაშინ ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს და პროექტს დაბლოკავს.